8დღიანი საგაფიცო მოძრაობა და მოშიმშილეთა 6დღიანი პროტესტი ჯორჯიან მარგანეზის ფეროშენადობთა ქარხანაში ამ დრომდე პირვანდელ მდგომარეობაში რჩება. აქციის 800-მდე მონაწილე სახალხო ფონდის ზრდისა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის მოთხოვნით გასული კვირის ორშაბათს გამოვიდა და ქარხანა გაჩერდა. თუმცა საწარმოს ადმინისტრაცია მოვლენების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს და პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად გაფიცულებთან დიალოგის განახლების რეჟიმზე უარს ამბობს. ვინაიდან ადმინისტრაცია არ გამოდის არანაირ დათმობაზე, ჩვენც არ ვაპირებთ, რომ რაიმე დათმობის ძროს მიმართოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შედგეს ადმინისტრაციასა და შრომელ ადამიანებს შორის დიალოგი და დიალოგის მხრივ გადაწყდეს ამ ხალხის პრობლემები. უბნადური სენაზე არ არის გაფიცვის მოტივი, მათმა მიიყვანეს იმ დონემდე, რომ ეს ამდენი თანამშრომელი გარეთ გამოვიდა. სირცხვილია უბრალოდ კომპანიისათვის, რომ ამდენი თანამშრომელი ქუჩაში რომ გამოგივა. ეს არის მათთვის ძალიან სამართლისმცემლო საქმე. როგორ ამბობენ, რომ იმას როგორ ამბობენ, რომ ეს არის რაღაც მოწყობილი შანტაჟი და ასე შემდეგ. და მუშაობს ქარხანა. ქარხანა ამწავად არ მუშაობს, გაჩერებულია, შეფერხებულია, დაყავთ ვიღაც არასდარგობლივი სპეციალისტები, რომლებიც დააკომპლექტებს თითქოს და მუშაობს ქარხანა. სინამდვილეშია წარმატება არ აქვს წარმოებას, წარმატებულად არ მუშაობს, შეფერხება აქვს ძალიან დიდი. ეს ამდენი ხალხი ქუჩაში დგას და ელოდება დიალოგს. უბრალოდ ელემენტარულ დიალოგზედაც კი არ წამოვიდა დამსაქმებელი. გაერთიანებული პროფკავშირი, რომელიც გაფიცვის ორგანიზატორად მოიაზრება, ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი თითოეული გაფიცულის მყარი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობაც ერთნაირად ნაწილდება. ყველა მათგანი დიალოგის დაწყებისათვის მზაობას გამოთქვამს, ისე როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს საგაფიცო პროცედურების შემთხვევაში. ჩვენ დიდი გულდასველი თქვიდა, რომ მუშაობა ყველას გვინდა, ესე ვიცი ახალავად, მაგრამ გვაინტერესებს პასუხი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელიდან, ესე მეწარმე, ვიცარი, მე პატრონები. რას გვიპირებს, ესე იგი, ბოლო-ბოლო ხოლმე გაქვს ეს პასუხი, ესე. 50% რო ვითხოვთ, აქედან 10% გვაძლევს, 15% გვაძლევს, 20% გვაძლევს, ესე იგი, ხოლმე ვიცოდეთ ამის ის. ეს პასუხი გვაინტერესებდა. ამის გამომდინარე, მე რა თქმა უნდა, მე გადავწყვიტეთ, რომ აბრუნდებით სამშაბათზე, რა თქმა უნდა, ნამუშევრის საწარმო ეს ერთ-ერთი გიგანტი არის საქართველოში და მომგებიანი რო არ იყოს ახლა ეს საწარმო არ იმუშავებდა, რა თქმა უნდა. ფეროშის საგაფიცო მოძრაობას წინ უძღოდა გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც ადმინისტრაცია მაშინ პასუხის გარეშე დატოვა. მან მიმდინარე მოვლენები პროვოცირებულად შეაფასა, მოთხოვნებს კი არაადეკვატური უწოდა, რომელიც მათივე აზრით რეალურ ზღვარს გადასცდა. თავის მხრივ კი გაფიცულები ადმინისტრაციას მოლაპარაკების ფორმატის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ, რაც რამდენიმე თვის პრემიის დაკარგვის მიზეზი გახდა. ამგვარმა სიტუაციამ თანამშრომლების მოლოდინის რესურსი ამოწურა და გაფიცვაც დაიწყო. ეგ უკვე გაორმაგებული, გასამაგებული და გაოთხმაგებული მუშაობა უნდა წასულიყო, რომ ჩვენ რაღაცა არ დაგვეკლო, მოგეხსენებათ, რომ ახლა არ არის ისე აწყვებილი სულ ყველაფერი, რომ ღუმელში რაც იყრება, ყველა ლითონით გამოდის, ლითონის სახით გამოდის. ამაზე გადამკვდარი იყო დაწყილი საამქროს უფროსიდან დამთავრებული რიგითი მეკაზმემდე, რომ რაღაცა პრემიის სახით, პრემია რომ აგვიღო, დღე და ღამე გათენებული ჰქონდა უფროსებისთვის შაბათკვირი არ იყო და ჩვენთვის კიდე სმენა არ იყო. ერთი კაცი ვასრულებდით, დავუსვიმ 2-3 კაცის გასაკეთებელ საქმეს, რომ ის 40-50 ლარი აგვიღო. ამ პრემიაზე იყო ლაპარაკი, რომელზედაც, რომელმაც შეიყვანა ჩიხში ეს ხალხი და რომელმაც გამოიყვანა დღეს ეს ხალხი ამ მდგომარეობაში და ეხლა დღეს ბრალდება, რაც შეეხება იმას, რომ არიქა იმ პროფკავშირმა დააშავა. კი ბატონო, ახლა მე შემიძლია რაღაცა ბრალდება წაუყენო ვიღაცა ნებისმიერ პირს, მაგრამ დაუსაბუთებელი ხო არ უნდა იყოს ეს. დღეს ხო ვიღაცამ რაღაცა პირობა ხო უნდა წამოგვიყენოს. ანდა მოთხოვნა რაღაცით ხო უნდა დაგვიკმაყოფილოს, ან უნდა გვითხრას, რომ კი, ან უნდა გვითხრას არა, ან გვითხრას, რომ აგერ ვართ ბატონებო, ვილაპარაკოთ და რაღაცა კონსენსუსს მივახციოთ და ვიმუშაოთ, ხო? მაგრამ ამის დღესდღეობით ამის არავინ არ არის ამაზე წამოსვლელი. ამასობაში კი ქარხანაში პროცესები ადგილიდან არ იძვრის. ცალმხარეს გაფიცულები და მოშიმშილეები დგანან მეორე პოზიციაზე კი ადმინისტრაციაა თავისი მყარი არგუმენტებით. შეჩერებულია ორმხრივი დიალოგის ფორმატი და არც კომპრომისზე წასვლას აპირებს არავინ. ფეროშენადობთა ქარხანაში დასაქმებულთა გაფიცვის მერვე დღეს საწარმოს დირექცია კონფიდენციალურ მასალას აღწერლებს. დღის ბოლოს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ქარხანაში მომსახურე პირების სახელფასო ანაზღაურება გაეხადათ საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის. კომპანია იმ სერვისებზეც საუბრობს, რომელთაც საწარმოში დასაქმებული ადამიანები სარგებლობენ. გადაწყვეტილება როგორც საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაფიცულთა მხრიდან არასწორი ინფორმაციები გაჟღერდა.
ამის მიზეზი პირველ რიგში გახდა ის, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ხა ჩვენ საერთოდ ყოველთვის ვერიდებით ხოლმე, რომ ესეთი საერთოდ კონფიდენციალური არის ხელფასის თემა. საერთოდ ადამიანის სხვა შესაბამისად, ხა მე პიროვნებებს არ დავასახელებ, ვის რამდენი აქვს, მაგრამ სპეციალობების მიხედვით, მაინც იმისათვის, რომ მოსახლეობას კონდეს წარმოდგენა და საზოგადოებას კონდეს წარმოდგენა. მე თვითონ გამოიტანო, ვთქვათ, დასკვნები და თვითონ განსაჯონ. ხა ამ კომპანიაში ცუდი პირობები არის თუ არ არის ცუდი პირობები. ანუ რეალურად ისე ექცევიან ადამიანებს, როგორც გარკვეული ჯგუფი ამას აღნიშნავს თუ ჩვენსკენ არის სიმართლე. ეხლა რაც შეეხება ძირითად სპეციალობას, მე თქვენ უბრალოდ რამოდენიმეს თავი რო არ მოგაწყინოთ, რამოდენიმეს ჩამოგითვლით. ეხლა ძირითად სპეციალობას შემიძლია დავასახელო წამყვანი სპეციალობებში, ვთქვათ, იგივე მეღუმელეს. ნუ რა თქმა უნდა, ხელფასებიც იყოფა თავისთავად თანრიგებიდან გამომდინარე გრადაცია ხდება, ცხადია, მაგრამ აი მეშვიდე თანრიგის მეღუმელეს აქვს აპრილისთვის მონაცემებით 1071 ლარი და 18 თეთრი ხელფასი. რაც შეეხება მებუნკერეს მესამე თანრიგოსანს აქვს 924 ლარი ხელფასი. დამტვირთვას აქვს 858 ლარი. თფომალვის მემანქანეს აქვს 978 ლარი. მეკაზმეს აქვს 752 ლარი. ეს თქვა ძირითად სპეციალობებს რაც შეეხება. გარდა ამისა, ხა არის უამრავი დამხმარე სპეციალობები, რომლებიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებენ საამქროს და წარმოების სწორად და ნორმალურ ქმედებაში. ეხლა აქ არის თქვა აირმჭრელის ხელფასი არის 829 ლარი. მერე არის თქვა ჭურჭლის მრეცხავი მაგალითად 415 ლარი ხელფასი. დამხმარე მუშას აქვს ხელფასი 554 ლარი. ზეინკალს აქვს 967 ლარი ხელფასი. მარტო ხელფასებზეც არ მინდა იცით, ახლა ყურადღება გავამახვილო, ხელფასი არის ერთი თემა, მაგრამ მეორე თემა არის კიდე რას აკეთებს ანუ კომპანია რამდენად ზრუნავს ჩვენ თავის თანამშრომლებს. ახლა ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ახლა მაქსიმალურად ხა დაწყებული გვაქვს საკმაოდ დიდი პროექტები და ხა დამეთანხმებით 1 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. ახლა ჩვენი თანამშრომლები ყველა უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტით, ანუ ისინი ჩვენი ტრანსპორტით მოდიან სამსახურში და ჩვენივე ტრანსპორტით მერე ბინავდებიან თავიანთ სახლებში. კი შეიძლება არიან გარკვეული ადამიანები, ვისაც არ უნდათ ჩვენი ტრანსპორტით სარგებლობა, მაგრამ კომპანია ყოველ შემთხვევაში ამაში ფულს იხდის. და ეს ფულიც არ არის სწორი, ხა რომ გადათვალოთ ეგ, ეხა 30 ლარი გამოდის კაცზე. ეხა ეს გადათვალეთ მთლიანად თანამშრომლობაზე რამხელა ხარჯი აქვს, თქვათ იგივე ტრანსპორტი კომპანიას. გარდა ტრანსპორტისა, ეხა მათ აქვთ თქვათ ანაზღაურებადი 60 დღიანი ბიულეტენი, მათ აქვთ ანაზღაურებადი 30 დღიანი შვებულება. მერე საშვებულებო დანამატი აქვს თქვათ ქორწილის და სამწუხაროდ ახლობლის ჭირის შემთხვევაში. როდესაც არის ზეგანაკვეთური სამუშაო, მათ უნაზღაურდებათ 1.5 კოეფიციენტით, აი თავიანთ დარიცხული ხელფასიდან. ღამის საათები ემატება 20%-იანი დანამატი აქვს კიდე. რაც შეეხება კვებას, თქვათ 57 ლარიანი დოტაცია აქვს თითოეულ თანამშრომელს. გარდა ამისა, წელიწადში 4-ჯერ დღესასწაულებზე იღებენ 50 ლარიან პრემიას ყველანი და 8-ს კიდე პლუს ქალებიც იღებენ. გარდა ამისა არის მრავალშვილიანებზე დახმარება. თქვათ 1-დან 3 შვილზე არის შვილზე 10 ლარი დანამატი და 4 შვილზე მეტზე უკვე თითო ბავშვზე არის 20 ლარიანი დანამატი. დამერწმუნეთ, ხეს რაოდენობაში ხა თლიანი თანხა კომპანია, რასაც ხარჯავს და იხდის არ არის პატარა. მე უკვე აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ იმ 15,000 ადამიანის დაზღვევაზე, რომელსაც კომპანია იხდის ყოველ თვეში. და საოჯახო პაკეტით, არ ვიცი ხა მოძებნეთ აბა კომპანია, რომელიც არის თქვა საოჯახო, ესეთი საოჯახო პაკეტით თქვა დაკმაყოფილებული. ნახეთ ცით რა ხარ, მე რო წავიდე ხა და ყველაფერი ჩამოთვალო, რაც კეთდება, ხო, იგივე საპენსიო, ხო? აი პენსიაში ადამიანი, როდესაც გადის ჩვენთან, სტაჟიდან გამომდინარე, მას ეძლევა 2-დან 6 თვემდე ხელფასი ერთდროულად. არც ის არ გამოდის პატარა თანხა, ხა დამერწმუნეთ და ხა ჩვენ არ გვინდა არც ერთი თანამშრომლის დაკარგვა. ჩვენ გვენანება თითოეული მათ მიერ გაცდენილი დღე, იმიტომ რომ საკლდებათ მათ. მე გუშინაც ეთერში გავაშხერე, რომ ალბათ გარკვეულმა პირებმა უნდა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა დანარჩენი ამ ადამიანების წინაშე. უნდა გამოერთოს მარტო ეკო მეტას, ვინც მივიდა კერძო მესაკუთრე იქ, სათავეში და უთხრა რომ გამორთეთო. ჩვენ რო 140 კერძო მესაკუთრეა ბაზარში. იმათმა რა დააშავეს, რატო არა აქ დედი, რო უკუჭდება ყველაფერი.
მორიგი საპროტესტო გამოსვლა გამგეობასთან, მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და კუთვნილ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც სურსათის უვნებლობის სააგენტომ აგრარული ბაზარის სანიტარიული ნორმების დარღვევის გამო არსებული პირობების გამოსწორებამდე დახურა, როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ ტერიტორია საკუთარი ძალებით დაასუფთავეს, თუმცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. ჩვენ გვაქვს ბაზარი დაკეტილი მართალია 21 მაისის ბრძანებით და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენს პირში იყო ეს სანიტარული პირობები მალე გამოუმჯობესებულიყო. მართალია თბილისის ბრძანებას არ აქვს ვადა მოსცემული, მაგრამ ვეცადეთ მოკლე ხანში. გვიწერია გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო სწორებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამირან კაკაურიძე ბაზრის მეპატრონე, მენეჯერი ჩვენს გვერდით უნდა დამდგარიყო, რადგან იმ დღემდე 21 მაისამდე ყოველდღიური ჩეკი მიქონდა ამირან კაკაურიძეს, მოვიძებნიეთ პიროვნება და დაკეტილი არის დირექციის ოთახი. ესე იგი ჩავთვალეთ თავი ჩვენ მოვაჭრებმა, არ გაგრძელებული იყო პროცესი და მოკლე დროში მოგვეგვარებია და გავაკეთეთ ანტისანიტარიული პირობების გამოუმჯობესება. მოვიხმეთ, დაურეკეთ, დაუკავშირდით ვიღაც გენადის მეტრაქტორეს, ნაგვის დასაცლელად. მან მოვიდა ერთი გზა გაგვიკეთა მეორე კუჭკისთვის, რომ უნდა მოსულიყო აგვიანდება პიროვნებას, დავრეკეთ ტელეფონზე და გვიპასუხა. თქვენ ვერ მოგემსახურებით, რატომ მეთქი და პასუხი მოგცა ესეთი: თამას ეკიზაშვილმა დამირეკა და მითხრა, თქვენ ჩვენ ხელშეკრულების შემდეგ არა გაქვთ უფლება მაგ ბაზარში მიხვიდე და სისუფთავეზე ვინმეს მოეხმაროთ და ხელი შეუწყოთო. ამიტომ გვაინტერესებს, თუ კი პირობების გამოსწორება შეგვეძლო, ამ დროს ამირან კაკაურიძე ყაჩაღად უნდა გაქცეულიყო თუ ჩვენ ხალხის გვერდით ყოფილიყო და გზა ისეთი მოეცა, რომ ეს ბაზარი არ დაცემულიყო და ჩვენ ამდენი ხალხი ტოლვილებად, დევნილებად და უმუშევრად არ დავერჩინეთ. და ჩვენ ავკრიბა ჩვენი საკუთარი თანხები ადამიანებმა ბოლო ლუკმა გაიღეს იმისათვის, რომ მათ მიერ დაბიძურებული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი არც ასუფთავებდნენ, არც არემონტებდნენ ამ შენობებს, კრიბავდნენ გადასახადებს შენობებისას, ცალკეული მოვაჭრეების ჯიბიდან აღებულ თანხებს, თუნდაც მწვანეზე და სხვადასხვა გამყიდველებისაგან, მაგრამ არ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ რაღაცა სრულყოფილება ყოფილიყო იმის, მაგრამ რაც მოხდა ამ ბაზრის დაკეტვა იმის გამო სურსათის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემდგომ დაასუფთავდა ეს ბაზარი და ამის შემდეგი პროცესი მოხდა. გამოეკიდნენ ვინც კი ასუფთავებდა იმას, თუ რატომ ასუფთავებდა, ამის გამო პასუხს მოთხოვდნენ. სამანდაშვილებს იმდენი თანხა აქვს ზესტამონიდან წაღებული, გადაამოწმონ ყველაფერი და ის ბაზარი ზესტამონს საჩუქრად ეკუთვნის. იმიტომ რომ იმ ბაზრიდან დაავადა ნახევარზე მეტი ხალხი, ძალიან ბევრი სიმსივნიანი ყოლდა ყველაფერი და ის ბაზარი უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ზესტამონის მოსახლეობას. გადაამოწმეთ, ნახეთ რა თანხა არის წაღებული და თუ არ გვეკუთვნის, ისიც გევიგოთ. იქ არის 15 პუნქტი ჩამონათვალე. ეხლა მე არა მაქვს იმის კომპეტენცია და არც ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ ნახოს ეს 15 პუნქტი გამოსწორებული არის თუ არა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს გამოსწორებულია, ეს ნაკლოვანებები, რაც ოგში იყო შეტანილი, კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ეს რომ მივწეროთ სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ გამოსწორდა ეს მდგომარეობა, ჩამობრძანდით და ნახეთ. მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ჩამობრძანდებიან ისინი, ნახავენ და იქნება გამოსწორებული, ალბათ გახსნიან, არ იქნება გამოსწორებული, არ გახსნიან. ესე ვთქვათ, შუამავლის როლში გამოვდივარ. ნუ სხვაგვარად ვერ ვერევით ამ კერძო სუბიექტებს შორის და რა ვქნათ ხალხი. ზესტაფონის აგრარულ ბაზარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად 15-მდე დარღვევა გამოავლინა, რის შემდეგაც აგრარული ბაზარი შეპესო ეკომეტალი 1000 ლარით დააჯარიმა.